მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს YouTube არხზე. დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო გველოდება, წინ ძალიან ბევრი საინტერესო კადრი და სიახლე მინდა გაგიზიაროთ, ასე რომ სანამ ვიდეოზე გადავალ. ერთი თხოვნა მექნება მარტო თქვენთან, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ ჯერ კიდევ არ ყავართ გამოწერილი. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს, ტექსასში ვიყავით RAF wrestling-ზე, სადაც მერაბმა დაამარცხა ფრენკი ედგარი და აქედან ძალიან საინტერესო კადრები მინდა გაგიზიაროთ. ჯონ ჯონსი, კრის ვეიდმანი, არმან ცარუკიანი, კოლბი კოვინგტონი, გეიბლ სტივენსონი, გივი მაჭარაშვილი, ჩვენი ძმა და მეგობარი. ასევე მინდა ვისაუბრო ქართულ MMA-სთან დაკავშირებულ სიახლეებზე, ორგანიზაციებზე, მებრძოლებზე და კიდევ რა შესაძლებლობები შეიძლება მალე გაჩნდეს. ასევე მინდა შევეხო ბრძოლებს, რომელიც გვიახლოვდება, ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე, ჯერ სხვა ქართულ მებრძოლებს ბრძოლები ჩანიშნული არა აქვთ UFC-ში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე მერაბის ბრძოლაც ჩაინიშნება და თუ რატომ იწელება ამაზეც აუცილებლად გესაუბრებით ვიდეოში. ეხლა კი მოიწონეთ ვიდეო და დავიწყოთ. მოემართება მერაბ თვალიშვილი გალიისკენ, ქართველი ჩემპიონი. ჩემპიონ მერაბ თვალიშვილს ეთნიკს მერაბთან ერთად მოგზაურობა, იმიტომ მიყვარს ხოლმე, რომ სულ პოზიტიურად ვართ და მთელი გზა ხუმრობთ, რაც არ უნდა იყოს. განწყობა ყოველთვის პოზიტიური არის, ვერანაირი ნეგატივი ვერ გვიხება. ხანდახან რა უაზრო წესები აქვს, ხო? ხანდახან, რა ვიცი, სამი რაღაცის შემოყვანა შეიძლება. შავკოსტუმი მაქვს. ეს რა დავამბობ. No, მოისენე პატარაშანთა. თავარია ცარუკიანივით არ ჩამოხსვა. ამით იმდენ და ისიც რა. დიდი. private sport დავარ. Welcome, how you doing? Hello. Thanks, Tony. Appreciate it. Thank you. Welcome. ჩამოვედი ძალაში და მეგრულიანის გაკვეთილებს გავდივარ. არსენ გოგოხია პირველი რაც ასწავლა მერავს და ასწავლე არსენ. არ შეიძლება ხა. მე რატო ასწავლე ეგეთ რაღაცას, არ შეიძლება. დიდი კაცი ნახე, ერთი და მე რა გასწავლა არსენა. იში დაფრო. გავყირეს მერა. იტეკაი, კონდა რაღაცები ჩანთაში გავედი ნევა. იმენა, საფულია, მაგრამ ის დიდავ. და რაღაცია. აგრეული შეგრია შავაკასი. ჩალტია ხაზე. Yes, but what's up, man? How are you? Yes, what's up, man? Yes. Okay. I got you. ორიასასოში არჩეული ბირო არის ისევლი ამ ფაროსანას თუ ავირჩებ მაგის მამად მოროწუნი ჩიმუჩანი დიდასული Titanomlis unboxing. Welcome to Texas, bro. Let's go. Wow. Magaria. რა დაგაქვს ხოლმე ასეთ იმებზე, რომ მიდიხარ ჭიდაობებზე, ჩანთაში რა გიდოს ხოლმე ძირითადად. ჩანთაში? მე უფრო სპორტული ინვენტარი მაინტერესებს რა, ვიდრე ეს ყოველდღიური. ეხლა 70 კილოში გამოდივარ, წონას კი არ ვიკლებ, მაგრამ მაინც ვიკლებ, რა. 3 კილოს ვიკლებ დაახლოებით და რაღაც წონას ეკლები ისინი მაქვს, საჭიდაო ფეხსაცმელები მაქვს. რაღაც მაიკები, სავარჯიშო აპირიროკა. საუნასოითი? ხო, はい、this mouse. Wow. これは、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 これ
რავი მოკლედ ძალიან თბილი სპორტულები ნაპერლავის ძალიან თბილი მოსაცმელი და აგერ ასფავორია დიდი თბილი სპორტულები ხელთათმანები წონისკლების დროს და ეს ეგრეთ წოდებული პლაშოტა შეიძლება გავიწოვო. აბა, ანუ რა რთულია წონისკლების პროცესი? ეხლა გივი მაჭარაშვილს მეგობრებო ქვევით კამარზე ჭიდაობს და 10 კილო დამჩავა დასაკლები რა. და ანუ კაც რო უყურებ უკვე გათავებულია სახეზე, რომ უკვე ჩავარდნილი ლოყები, უკვე თეთრი ფერი ადევს სახეზე და კიდე 10 კილო დავრჩავა დასაკლები და ხო წყალი მელამდებოდა და კიდე დღეს არის 5 შაბათი და 3 დღეში 5 შაბათი პარასკევი შაბათი 3 დღე 2 დღე ნახევარი კიდე უნდა ვაუ რა სიგიჟეა ხო მე რა მე რა ვირო წონასიკლებს ხოლმე თულია წონისკლება ეგ არის რა პროფესიონალიზმი წონას რო ვაბარებ ხარ პროფესიონალი გამარჯობა საქართველო RAF-ი საქართველოში მოდის 11 ივლისს ძალიან მაგარი ჭიდაობები იქნება RAF-ი ყველამ ვიცით რომ რა მაგარი ორგანიზაციაა და მათ შორის ვიჭიდავებ მეც ხამზად ჩიმაევიც არმან ცარუკიანის ჩვენი ქართველი მოჭიდავები გივი მაჭარაშვილი ვლადიმერ ხიჩეკაშვილი შეიძლება გენოც და მოკლედ აუცილებლად არ უნდა გამოტოვოთ ეს ჭიდაობები ვაჩვენოთ თელ მსოფლიოს თუ როგორ გიყვარს ჭიდაობა როგორ გიყვარს ქართული სპორტი და როგორ გავხდებით ერთმანეთს რა და აბა დროებით შევხვდებით საქართველოში 11 ივლისს RAF-ის ჭიდაობაზე let's go წავიდა RAF პრომოუშენის გამოჩენა მოჭიდავეებისთვის ძალიან კარგი არის და რატომ არის კარგი ეს ყველაფერი ამას მინდა შევეხო ანუ მოდი თან პატარა შედარებასაც გავაკეთებ რომ ავიღოთ მაგალითად ერთ-ერთი ტოპ MMA-ის პრომოუშენი ორგანიზაცია UFC რომელიც MMA-ის მებრძოლებისთვის ატარებს ბრძოლებს და ანუ წარმოვიდგინეთ ახლა რამდენი მებრძოლი არის ისეთი რომ პოპულარული გახადეს ანუ პლატფორმა არის რა ერთგვარი ამის თქმა მინდა UFC აი როგორც ახლა YouTube პლატფორმა არის და თქვენ მიყურებთ ანუ YouTube ჩემთვის არის პლატფორმა სადაც შემიძლია ჩემი ხმა თქვენამდე მოვიტანო ხო ანუ თქვენს დამეთანხმებით თამაში და UFC-ც ერთგვარი პლატფორმა არის რომელიც MMA-ის მებრძოლებს ეხმარება რომ აი MMA-ის აუდიტორიამდე მივიდნენ და წარმოაჩინონ თავიანთი ესე ვთქვათ უნარები, საბრძოლო სტილები და ასე შემდეგ და ანუ ესეთი ჩემი აზრით, მოკლედ ჩემი მოგრძალებული აზრით, ну, რა თქმა უნდა, კი არის ახლა ბევრი ორგანიზაცია, მაგრამ თითქოს აი ესეთი ჭიდაობაში არ იყო რა, როგორც RAF-ი არის და ძალიან კარგი არის ამ ორგანიზაციის გამოჩენა მოჭიდავეებისთვის, რა თქმა უნდა, ჭიდაობის განვითარებისთვის. წარმოვიდგინეთ, ქართველი მოჭიდავეები ჩვეულებრივად იღებენ მონაწილეობას, ახლა ამ ივენტზე მაგალითად გივი მაჭარაშვილმა იჭიდავა კამარზე, ну სამწუხაროდ დამარცხდა, მაგრამ არა უშავს. სპორტის ნაწილი არის ეს ყველაფერიც, მაგრამ მე ისი თქვა მინდა რა, ეს ძალიან მაგარია ამ ორგანიზაციის გამოჩენა, მაგარი мотиваცია უნდა იყოს ჩემი აზრით მოჭიდავეებისთვისაც და არა მარტო ამერიკელი და რაღაც სხვა ქვეყნების ქართველი მოჭიდავეებისთვისაც, იმიტომ რომ მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ თქვენც მოგეცემათ შანსი ამ ორგანიზაციაში რომ გამოხვიდეთ და მიიღოთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, მარტივი არაფერი არ არის და აქაც მოხვედრა უნდა და ამ ყველაფერს შრომა, დრო და ენერგია ჭირდება, მაგრამ მოგეცემათ შანსი, იმიტომ რომ ეს სექტორი, ესე ვთქვათ, ეს მიმართულება ეხლა ვითარდება, საკმაოდ დიდი ფან ბაზა აღმოაჩნდა, ესე ვთქვათ და მათ შორის ერთ-ერთი დიდი ფანი ყოფილვარ მეც, არ ვიცოდი ჭიდაობა ესე, მაგრამ თუ მომწონდა და მიყვარდა და უკვე მეორე ივენტს დავესწარი და ძალიან მაგრად მომეწონა, ანუ პირველ რიგში ხომ მაგარი შოუ არის. მეორე მე რამაც მიიღო მონაწილეობა ფრენკი ედგარის წინააღმდეგ იჭიდავა და გაიმარჯვა და ეს ხო ძალიან
კიდევ უფრო მაგარი იყო, კიდევ უფრო მეტი ემოციები შეძინა ამ ყველაფერს მოგზაურობას და ეს ძალიან მაგარი სიახლე, არ ვიცი ამ ვიდეოს როდის დავდებ, როდის დაიდება, მაგრამ ალბათ ნანახი ექნებათ უკვე რომ რაფი საქართველოში ტარდება, საქართველოში ჩამოდის 11 ივლისს, აი რა ვიცი, ჩამოვიყვანენ ძალიან მაგარ მებრძოლებს და მოჭიდავეებს, ანუ რა თქმა უნდა UFC-ის მებრძოლებიც მიიღებენ მონაწილეობას, იჭიდავებენ და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც იქნება საქართველოში რაფზე, ანუ main event-ი იქნება მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ. ანუ წარმომიდგენია უკვე რა მოხდება თბილისში და საერთოდ, ანუ სად ჩატარდება, როგორ ჩატარდება და ასე შემდეგ, რა იქნება, როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქაურობა დაინგრევა და გადაიტენება და უკვე წინასწარ გული შევთქი ვარ, რომ ვერ ჩამოვდივარ და არ ვიქნები სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს. თქვენ ისიამოვნეთ, მოკლედ უკომაგეთ მერაბს და მხარი დაუჭირეთ და ყველაფერი კარგად იქნება. წონის კლევას რაც შეეხება ამ მოგზაურობის დროს, ეხლა ამ ჭიდაობის დროს დაახლოებით 2 კილოგრამის დაკლება უწევდა მერაბს, რადგან წონითი კატეგორია სადაც ჭიდაობდა 70 კილოგრამი იყო. როგორც ვიცით, წონის კლევა არასდროს არ არის მარტივი, ნუ ეხლა აქ ხუმრობით ვამბობ, რომ ეს 2 კილოგრამი იყო დასაკლები და ისეთი სასწაული არაფერი არ იყო, მაგრამ მაინც ჭირდება ამ ყველაფერს მობილიზება, კონცენტრაცია, ესე ვთქვათ, დაგეგმვა და ანუ მაინც არ არის რა სახუმარო. ერთ-ერთი საინტერესო გამოცდილება კიდევ ის არის, რომ საერთოდ არ იგრძნობოდა, ესე ვთქვათ, ჭიდაობის დღეს, ანუ ივენთის დღეს, რომ იმ დღეს ჭიდაობის დღე იყო, ანუ იმ დღეს იყო ივენთი, როდესაც მაგალითად, როდესაც UFC არის ხოლმე პირიქით არის რაღაც მაინც იგრძნობა ეს დაძაბულობა, რაღაც როგორ თქვა წნეხი, რომ ყველა გეკითხება, აბა რა ხდება, სად ხართ, აბა წახვედით, არ წახვედით, გახურება და ნუ სხვანაირი მომენტია რა, მაინც ამის თქმა მინდა თან გადაღებები, მედია, 1000 რაღაცა და აქ შედარებით უფრო მსუბუქად იყო ეს ყველაფერი, ანუ დაძაბულები საერთოდ არ ვიყავით, მე რა აღნიშნა კიდევაც ეს რამოდენიმეჯერ პირიქით ძალიან ბევრ მეგობარს შეხვდით. გივი მაჭარაშვილთან შეხვედრა ხო ძალიან სასიხარულო იყო, თან პირდაპირ საქართველოსდან ჩამოვიდა. ანუ გივი იყო ჩამოსული მარტო, ნუ აქ კი დახვდნენ რა თქმა უნდა მეგობრები, ვინც ეხმარებოდნენ წონის კლებაზე, მომზადებაზე ეს ბოლო მომენტებში ვინც ევარჯიშებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ ადამიანი ჩამოვიდა საქართველოსდან, ანუ ამხელა გზა გაიარა, ეხლა მეც გამოვლილი მაქვს და ვიცი რა, ჩამოფრინდა ამაში. ტექსასში დაიკლო წონა, ანუ ჩვენ რო ჩავედით 10 კილოგრამი ქონდა დარჩენილი დასაკლები და უკვე ისე იყო, ეხლა ვიცი წონის კლება როგორიც არის რა. უჭირდა რა თქმა უნდა, დაიკლო წონა, ჩააბარა, გავიდა ვაშკაცურად, იჭიდავა, მერავსაც როგორ დაიხმარა, რამდენი ესეთი კარგი რჩევა მიცა, სულ ჩვენთან ერთად იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ მარცხით ბევრს ისწავლის, ჩემგან დიდი პატივისცემა გივი მაჭარაშვილს მხარდაჭერა, გავამხნევოთ აუცილებლად გივი, გადავიდეთ მასთან ინსტაგრამზე, თუ გინდათ კომენტარებში დაუწეროთ, მივწეროთ გივის მხარდაჭერა ჩვენგან და დიდი პატივისცემა და უკვე დიდი წარმატება არის, როდესაც ქართულს საქართველოსთან ჩამოსულს ხედავთ ამერიკაში ჩართავ ტელევიზორს და გადართავ Fox Nation-ზე და გივი მაჭარაშვილი ეჭიდავება კაილ სნაიდერს, ეს უკვე ბევრის თქმელი არის, ამის თქმა მინდა და მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და წარმატებები მინდა უსურვო გივი. რაფზე არ მინდა რამე გამომჩეს, ძალიან მაგარი გამოცდილება იყო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ორგანიზატორებიც ძალიან კარგი ტიპები არიან. მერაბის კუთხეში გაყოლა, ნუ კიდევ ერთი ცალკე სამყარო იყო, ამის თქმა მინდა. იმ ყველაფერთან ერთად რომ აი რაც ამას თან ახლავს, ანუ ეს ექსტრემალური განცდა, დრაივი, რაღაცა ნერვიულობას, დაძაბულობას და ასე შემდეგ, აი ეს გამარჯვების სიამოვნება რაღაც ასწაული არის და მოვიდა გამოსვლის დროც თითქმის სიამოვნე იველა, ავიდა ჯიგარო.
არიჩქარო არსა. დაელოდე, არიჩქარო. კაია. თავზე იმოძრავე მე. კაია. კაია იმოძრავე. ფეხი. კაია იმოძრავე. კაია. გამოდი იქიდან, ხელი გამოიტან, კაია. აჩვენე მერაბ, აი ესე. იმოძრავე, კაია. მერაბ შვიდად. ასე, ანახე. არიჩქარო. გვევი დაგრუზე. ანახე. კაია. ზონა უყურე, ხილად. კაია, აჩვენე. ხილად. იმოძრავე. დაბლა დადექი, დაბლა. დაბლა იყავი. ცოტა დაბლა. კაია. დაბლა ცოტა დადექი მერა. იმოძრავე. კაია. აჩვენე. აი ესე. ხელი გამოიტანე ხელი. არ გინდა გამოიტანე ხელი იქიდან. გამოიტანე ხელი, არ გინდა არაფერი. კაია. 20 წამი დარჩა, აჩვენე. კაია. ქვევით ჩაგრუზე. დატვირთე, დააწექი. ხელი. აი ესე. ხელი ჩაყოვის იგი. ხელი შეუყარე. ხელი. 5 წამი იყავი. დაიჭირე. თან. დაბლა, იმოძრავე, თავზე იმოძრავე. ხელები დამუშავე თავი. კაია. ანახე კიდე. დაბლა. არა, გამოდი იქიდან. არა, არ შეყვე მერაბ, კაია. აჩვენე სულ. კაია. ფეხები აჩვენე ფეხი. იმოძრავე, ასე, კაია. მეტე ამუშავე თავს მეტე ამუშავე. დაღალო უნდა. ფეხები კაია. ხილა. კაია. აგირე ყავდეს. არ გინდა. გააჩერე. არ გინდა. შვენიე. კაია. დაღლილია უკვე. ხელებზე ამუშავე. კაია. შეგენაცვა. თავი აიღე ქვევით. ემუშავე თავს. გამოდი იქიდან, გამოდი. იმოძრავე, მერაბ არიჩქარო, იმოძრავე. კაია. დაბლა იყავი, მზად იყავი შემოსვლა უნდა. დაბლა, ასე. ხელი გამოიტანე იქიდან. გამოიტანე. ადექი. კაია. კაია. შვიდად. დაბლა დადექი, დაბლა. 10 წამი. 10 წამი, გაჩი, 10. დაბლა დადექი, დაბლა. და მენა ბოლომდე წავიდა. აი შე დაბლა იყავი. დაბლა, კაია. კიდო, თავი.
შვიდად. თავი ფეხი, სულ. თავი ფეხი ანახე, მე თავზე იმუშავე, მე ფეხი. აი ასე. კიდო ფეხი ანახე, თავი. ო, აი ასე, დააბლა ცოტა. იმოძრავე. აი ესე. ეშე. კაი. დააბლა. კაია. ბოლანდე. Yes! Darchi! Mera, pina darchi. Arginda, prosta dada, ikigawi prosta. Ikigawi. Yes. Abla dadaki. Abla, წავიდა. ეგ არის შენია, მიდი. არიჩქარო. დაბლა დადაკი მერა. დაბლა ჩადი მერა. დაბლა იყავი, აი ესე. ხელები ემუშავე. და დაბლა. არაფერი არ გინდა დადაკი ერთი წუთი დარჩა და всё. დაბლა და ერთი წუთი. Let's work, bro. I got blood on that. All good. მერა. აი გინდა. Let's go. Let's go! Dabla, ხელები ემუშავე, ხელები დაიწირე. ო, კაია, dabla, არ გინდა არაფერი არ გინდა. 40 წამი. არ გინდა, გამოდი, არა. არა, დადეკი. კაია, დაგადეკი. არის!
კარგი გახსნა იყო ჩემი აზრით მერაბის ბოლო ბრძოლის შემდეგ UFC-ში, იმიტომ რომ როგორც იცით მერაბი სულ აქტიური მებრძოლი იყო, აქტიური ჩემპიონიც იყო და ეხლა ერთადერთი მიზეზი რის გამოც ბრძოლა არ არის ჩანიშნული, არის პიტერ იანი, რაც კარგად მოგვეხსენება ყველას. ხოლო ერთადერთი მიზანი არის რომ კამარი დაბრუნდეს სახლში, კამარი დაბრუნდეს საქართველოში. და ბოლოს რაც მინდა ვთქვა და დავაანონსო არის ის რომ მაქსიმალურად ვეცდები თეთრი სახლის ბრძოლებზე მოვხვდე, ანუ ვაშინგტონში, არ ვიცი როგორ გამომივა, მაგრამ ჩემი ძალიან მაგარი მეგობრები არიშურებენ ძალღონეს რომ გამომივიდეს. და ვეცდები იქაც ლოგი გადავიღო, ასევე გიგა ჭიკაძის ბრძოლას ველოდები აუცილებლად, რომელიც ლას-ვეგასში იქნება, ლას-ვეგასში ჩატარდება და ნინჯა დაგვიბრუნდება ისე ოქტაგონზე და დიდი იმედი მაქვს რომ საკმაოდ კარგი მოწინააღმდეგე ყავს, კარგი ბრძოლა ელოდება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ გაიმარჯვებს გიგა ამ ბრძოლაში. წარმატებებს უსურვებ გიგას, ვეცდები მანამდე რომ გიგასთან მოვხვდე და გადავიღო ვიდეო, ძალიან მაგარი დარბაზი გახსნა, როგორც ვიცით, გიგა კიკი. Instagram-ზე შეგიძლიათ დასერჩოთ, ნახოთ და დააფოლოვოთ. საქართველოში ძალიან ბევრი ესე თქვათ ახალი MMA ორგანიზაცია ამოტივტივდა და საკმაოდ წარმატებულად ატარებენ ივენთებს, კიდევ რაღაც არის ახალი წამოწყებები, როგორც ვიცი. ეხლა RAF Promotion-ის ჩამოვა, დიდ ჭიდაობის ჩემპიონატსაც ჩაატარებენ აი ამ ტურნირს, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რა, ყველა ორგანიზაციას, ყველას ხო ყავს სპონსორები, სხვადასხვა betting კომპანიები, სხვადასხვა ну მოკლედ რა, ანუ ყავთ სპონსორები ხო, ანუ ორგანიზაციებს და ანუ რო ატარებენ შეჯიბრებს და ასე შემდეგ, იმიტომ ატარებენ რომ ეს სპონსორები გვერდში უდგანან, მაგრამ თავარი არ დაგვავიწყდეს რომ მე არ მაქვს ახლა უცხოელ მებრძოლებზე საუბარი და ანუ საქართველოს გარეთ ვინც იმყოფებიან არაქართველი მებრძოლები. ანუ ამ ქართველ მებრძოლებსაც, MMA მებრძოლებსაც ჭირდებათ მეგობრებო მხარდაჭერა, ანუ კი, კარგია რა თქმა უნდა რომ ორგანიზაციას, პრომოუშენს უდგახარ გვერდში. ანუ რამე სუდათ არ ვამბობ რა, უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ მებრძოლებიც არ დაგვავიწყდეს, კარგი იქნება რომ თუ მებრძოლებსაც ცოტა ხელს გაუმართავთ, დავეხმარებით იქ მომზადებაში. საინტერესოდ მოჩა შოუ, ძალიან კარგი იყო მინდა გითხრა. კარგი გამოცდილება იყო, გამარჯობა ყოველთვის მაგალითად კარგია. გამარჯვებულები ყოფილიყავით, ყველას გამარჯვებას გისურვებთ. თავსაც. და გავიწყოთ ამ ვიდეოს მოწონება ჩემი ახლის გამოწერა.